აჭარის კულტურის მინისტრი ქედაში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა განიხილეს სამინისტროსა და ადგილობრივ კულტურის სფეროში არსებული პრობლემები. მათ შორის ისაუბრეს ინსტრუმენტების შეძენისა და ზეპირსიტყვიერების ნიმუშების წიგნად შეკვრის აუცილებლობაზე. ასევე განიხილეს სამომავლო კულტურული ღონისძიებები. ცელისო ბოლქვაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ხელშეწყობის საკითხზე და კულტურის სფეროში მათ ადაპტაციაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრის ბოლოს მინისტრმა ქედის კულტურის ცენტრის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. მომავალშიც აუცილებლად შედგება მსგავსი კომუნიკაცია და უფრო მეტად ვილაპარაკებთ საერთო გამოწვევებზე, საერთო პრობლემებზე, ასევე წარმატებებზე, რომელიც ჩვენ სფეროსთან ახლავს. ქედის კულტურის ცენტრის ანსამბლები საკმაოდ წარმატებულია. ამ ეტაპზე ქედაში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და სრულად ვერ წარმოვადგინეთ ჩვენი შესაძლებლობები. მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობა და კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც დაისახა გამოიკვეთა რამოდენიმე საკითხი, რასაც ყურადღების მიქცევა ჭირდება და დღეს უკვე ქედაში შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო სფეროსთან არის ესე დაიბადა ისეთი აზრი, რომ შეიძლება საჭირო გახდეს, რომ აჭარაში შეიქმნას ფოლკლორის ცენტრი, რომელიც დაიცავს და უფრო მეტად სისტემაში მოიყვანს იმ საგანძურის დაცვას, რასაც ქვია ქართული ფოლკლორი.